შვენიერი ცირა, როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ხარ? გადასარევოთ. მოიწე ხავეძებ შენი ფერი რაღაცეები, აქ ესეთ ფერადი გარემოა, რომ არის, გიყვარს ყვავილები, გაზაფხული, ზაფხული. რაც ასაკი მომემატა, მით უფრო მეტად ვაფასებ. კაი ასაკოვანი ქალები მოიძახე. არა, მართლა უბრალოდ გვძნობ ნამდვილად, რომ უფრო მეტად ვაფასებ. უფრო მეტად მოგწონს. უფლის შემოქმედებას ესე რომ თქვა და ყვავილებს როგორ აფასებ, რო ჩუქნიან მაშინ თუ როული მაშინ? ძალიან რო ვუბლი მაშინაც და განსაკუთრებით მაშინ როცა მჩუქნია. მოდი აქეთ. ჩაისთან როგორ ხარ? გიყვარს? ძალიან მიყვარს ხოთაშორის. ყავაზე მეტად. უი, მართლა. ერთი გემოვნება გქონია. რამოდენიმეჯერ ვსვამ და ჩაის? კი. მე იმიტომ მარტივია ჩემ გადაცემა შემეულო ყავა მომეტანა, მაგრამ ჩაი მინდა დავდე რომ უფრო მეყვარს და მე ჩემი თეორია მაქვს რომ ჩაისთან უფრო პროცესია საუბრის, რაღაც სხვა პროცესები აქვს. მიხარია. ჩვენებურად გამოიყურებთ ტრადიციულად. შემოქმედებითად როგორ ხარ და რა ხდება? იცი რა არის, მე ყოველთვის საკუთარი თავის ძიებაში ვარ, ესე რომ ეს შემოქმედების და ხელოვანობის აუცილებელი პროცესია. განსაკუთრებული სიახლე არ მაქვს, თუმცა ვცდილობ რომ არ გავჩერდე და ჩემ ცხოვრებაში შემოვიტანო ხოლმე სიახლეები. ბოლო პერიოდში გამოვარჩევდი თეატრის პროექტს, წისხლის თეატრის პროექტი გქონდა, სადაც ჩვენ რომ ბოლოს ადღე ჩავხვდით, მაშინ მეუბნებოდი რომ თეატრში ვაპირებო. ხო, სამწუხაროდ. რამდენი ხანი ეს იგი არ ვნახი ხარ. სამწუხაროა. დიდხანს ასაუბროთ. ხო, მაგრამ დიდხანს ასაუბროთ არ ვნახი ხარ. ეს იყო კაი. მითხარი აბა ეს პროექტი? ძალიან საინტერესო პროექტი იყო. 60-იანი წლების მუსიკა, იქ ქართული ხალხური ფოლკლორისგან შემდგარი პროგრამა გქონდა, ну, მოკლედ ესეთი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო კონცერტები გქონდა და იქაც ჩემი თავი აღმოვაჩინე მოკლედ. რა იყო სიახლე აი ამაში? სიახლე მაგალითად უფრო სამსახიობო მომენტები იყო? ეგეც, რა თქმა უნდა და ისიც, რომ აი ფოლკლორში ვცადე ჩემი თავი და არ მეგონა თუ შევძლებდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და გადაცემა აკუსტიკაც დამეხმარა იმაში, რომ რაღაცნაირად ანუ სხვა კუთხით დავენახე მაყურებელს რა, არა მარტო ვთქვათ ინგლისურ სიმღერაში და უცხოურ სიმღერაში. შენ ძალიან კარგი რამ აღნიშნე ახლა რომ ძიების პროცესი და მე მგონი ნებისმიერი ხელოვანისთვის ძალიან საჭიროა ნებისმიერ ეტაპზე, იმიტომ რომ რაღაც ერთ ადგილას რო ჩერდები ალბათ ჩემთვისაც აღარა საინტერესო და მაყურებელსაც სიახლე ჭირდება. მაგრამ სანამ აქ მივალთ, მოდი თავიდან დავიწყოთ. შენ პრინციპში როგორც მომღერალი როცა გაგიცნო საზოგადოება, არ იყავი ბავშვი, ვერ ვიტყვით რომ ბავშვი იყავი, ან პატარა გოგო იყო? არა, შენთვის ბავშვი. მე ძალიან პატარა და ეხა ხო რამდენიმე წელი. მე სხვა რამეს გეუბნები, როცა გაგიცნენ რაღაც კონკურსი და ასე. ხო, მოდი შენ მოგიყვები. მაგას გულისხმობ. აი, როდის დაიწყე? ოჯახიდან იყო თუ შენ უკვე ხვდებოდი რომ გინდოდა როგორ გადადგეს ნაბიჯები სანამ უკვე იქამდე მიხვიდოდი რომ უკვე სიახლეებს ეძებ და ახალ ვერსიებში და ახალ ამპლუაში მესმის კი მე რაც თავი მახსოვს მოკლედ სულ ვარ სიმღერაში დედა ჩემიც მღერის ну ოჯახში სულ სიმღერაში ვიყავით მოკლედ და პირველი პროექტი სადაც ტელევიზიით გამოვჩნდი ხო ალბათ ანაბანა იყო რა ესეთი მასშტაბური პროექტი საბავშვო პროექტი მანამდე იყო ლოკალურად სკოლის რაღაცა პროექტები გოგიდოლიძის საღამოები სხვადასხვა კონკურსები უბრალოდ ჩემი პირველი სატელევიზიო დებიუტი იყო პროექტი ანაბანა ამის მერე უკვე ფართო მასშტაბით მოკლედ ესე რაღაცა X ფაქტორი გვიგულისხმება როცა უკვე საზოგადოოდ გაკეთეს როგორც მომღერალი. როცა ბავშვობაში მღეროდი ამბობდი შენ მაშინ უკვე ფიქრობდი და გინდოდა რომ შენ ყოფილიყავი მომღერალი თუ ეს იყო უბრალოდ ბავშვი ეხა ოჯახს მიყავს ღერიან და მე ვიცით რომ ანებებენ. თუ ანაბანამ გადაწყვიტე რომ შენ ვიხდი რომ გინდა სცენა და სცენაზე ეს რა არის როგორც მახსოვს ახლა დედა რადგან იყო ჟურნალისტი და კი ბატონო აი ჩაიც ლამაზი ჭიქებით ლამაზი მომსახურებით მადლობა დიდი და როგორი განსხვავებული ჭიქები აქ ყველაფერი ესეთი უცნაური გარემოსთან შერწყმული ძალიან ლამაზი და საინტერესო ხო ბოდი შეგაწყვეტი დედა ვიცით რა თქმა უნდა
დედა იყო ჟურნალისტი და ბავშვობიდან ხო ვუყურებდი ეკრანზე და ძალიან მომწონდა ეს რაღაცა ტელევიზორში რომ ხო და ნუ ფიქრობდი რომ ჟურნალისტი უნდა ყოფილიყავი მომავალში, მაგრამ აი ისეთი სიხშირით იყოს სიმღერა ჩემს ცხოვრებაში, უკვე მივხვდი რომ არა მარტო ტელევიზია და ეკრანი, მე უკვე სცენაზეც მომამჭირდებოდა რა და გადაწონა მოკლედ. სცენის და სიმღერის სიყვარულმა ჟურნალისტიკა. ხო არ გიცდია როდესმე ან სურვილი ხომ არ გონია საავტორო სიმღერის? როგორ? რომ დამეწერა სიმღერა? იცი რა არის, ბავშვობაში მე კლავიშზეც დავდიოდი, მოკლედ ძალიან ცდილობდა თათია, რომ სრულფასოვანი მუსიკოსი ყოფილიყო. მაგრამ არ გამომივიდა სამწუხაროდ. მეც მაწარებებია, მაგრამ აი მართლა ძალიან კარგად ვუკრავდი, არ ვიცი რა მოხდა, უბრალოდ უცბად თავი დავანებე და ხო რაღაცნაირად შეწყდა ეს ჩემი განვითარება ამ მხრივ და შესაბამისად მე აღარ მიცდია, რომ საავტორო სიმღერაზე მემუშავა, თუმცა მე ძალიან ვაფასებ აი იმ ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, ვისაც ეს გამოზდით და ბევრს შრომობენ ამისთვის, რომ მქონდეთ საავტორო სიმღერა და თუნდაც აი ეხლა ძალიან ვნანობ, რომ აი სრულფასოვნად ვერ შევძელი, რომ კლავიშს დავუფლებო. მისურვებდი, რომ ხო, ძალიან. ხო, ეხლა არ ვიცი, შეიძლება გვიანიც არ არის, მაგრამ ანუ ისეთ რუტინაში გვიწევს ეს ცხოვრება, რომ ძალიან რთულია, რომ ხო ბოლომდე მიაქციო ყურადღება. ცირა, რაც შენ აღნიშნა ბავშვობის სურვილი, რომ მე მინდოდა მგარიყავი. ბავშვობაში სურვილები ერთია ხოლმე და მე ამ სურვილების გახდენას განვითარება სხვადასხვა პრობლემების ძევს. არ არის ადვილი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ დაიმკვიდრო შენი ადგილი სცენაზე, რომ შედგე მომღერლად. ბევრი მიზეზია ამის, ბევრი მიზეზია, ხო? ძალიან. იყო რაღაც პერიოდები შენ ცხოვრებაში, აქამდე. ეხლა უფრო რთულია თან. უფრო რთულდება. იყო პერიოდები, რომ შეიძლება გეფიქრა, რომ აი იქნება არასწორად ავირჩიანი, იქნება მოდი გავანებო რაღაც სხვა რაღაც მიუხედავად, თუ მიუხედავად ამ სირთულეებისა, შენი ისენ გაბრაზებული ხასიათის მახსოვს ფაქტში და იყო ესეთი რაღაცები თუ ყოველთვის ძლევ ამას და აგიძებდი. ის ფიქრი რომ მე აღარასდროს აღარ დავდგები სცენაზე და არ ვიმღერებ და შევიცვლი პროფესიას არასოდეს ყოფილა. ყოფილა უბრალოდ რაღაცნაირად აი დაღმასვლა და საკუთარ თავში ჩაკეტვა და რაღაცა პაუზები რა, ესე რომ ვთქვა. ხო, მესმის. იმედგაცრუება არ ყოფილა? ეს იმედგაცრუება გაგრძელებულა ალბათ 1 კვირა დაახლოებით და მე უკვე თავიდან დამიწყია ფიქრი იმაზე რომ აი ხარა გავაკეთო და ეს მოკლედ ვერ ჩერდები ისე ფიქრები არა არასოდეს და აი მარტო ფიქრებით ყოფილა რა ამაზე ხო ეს ნორმალურია რა არის საჭირო ანუ რა უნდა იყოს რომ შენ მოგინდეს იმღერო იმიტომ რომ ეს კითხვა დამისვენ სხვათა შორის ბევრი მუსიკოსი მომღერლისთვის რომ თავის ხო ბევრი კარგი სიმღერა არა სხვა რამე გეკითხები ნახე შენ ხარ მომღერალი ბევრი კარგი სიმღერაა ბევრი კარგი ავტორია მაგრამ შეიძლება ყველა შენთან ახლოს არ იყოს და ყველაფერი იმღერო ესე არ არის ანუ არის მომენტი რომ ანუ შენ ირჩევ რა იმღერო და რა არის ეს რაც გინდება რა მიმართულება რა ეხა შენ ახსენე ფოლკლორში წადეო და მომეწონაო ხო მანამდე რა ჟანრში წადეო ზუსტად რომ ძალიან ბევრ ჟანრში ვცადე ჩემი თავი და არ მაქვს ესე განსაკუთრებულად რაღაცა მინდრეკილება კონკრეტული ჟანრის მიმართ მე ვფიქრობ რომ აი ეს ჩემი ესე რომ ვთქვათ პლუსიც ალბათ არის ის რომ ბევრ ჟანრში შემიძლია რომ თავი წარმოვაჩინო ეს იდეოლოგიას ამბიციურად გამომდის, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ არ მაქვს ამორჩეული კონკრეტული ერთი მიმართულება. არ გამოგდეს ამბიციურად, იმიტომ რომ მეც გიდასტურებ გვერდიდან, როცა შენ ხელოვანი ამბობ იმას, რომ მე სულ ვეძებ სიახლეს და მინდა ყველგან სინჯო თავი და მე შეიძლება სადღაც მეტი ნაკლები იყოს, მაგრამ ეს რაღაც ჯაზის საღამო თუ არა, მიყვარს ისედაც ჯაზიც მიყვარს. რა მუსიკას უსმენ შენ? ქართული ხალხური მუსიკას, აი ძალიან მრავალფეროვანია ჩემი პლეილისტი და შეიძლება ანუ აი რაღაცა უცბად ჩაკროლთი დაწყებულია. ძიმე რეპიც კი ნახო და უცბად გადავიდეთ ჰამლეთ გონაშვილზე და ნუ აი სხვა სამყაროში წავიდეთ. ხო, სხვა სამყაროში წავიდეთ და ამიტომ მიჭირს რომ რაღაცა კონკრეტულად ვისაუბრო ამ თემაზე.
თემაზე. რა ყველა როცა მეკითხება ინტერვიუში ამას, აი ვერ უპასუხობ ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ეხა რომ გავხსნა ტელეფონი და გაჩვენო რას უსმენ, ანუ ვერ მიხვდები სად ვარ. მეც ასე ვარ მანქანაში უწევში. ალბათ ხასიათის მიხედვით გააჩნი აი როგორ კონცერტში ვიღებ, როგორ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობა, სად ვარ, როგორ ვარ. ეხლა აქ მაგალითად მომინდა ნამდვილად რომ რაღაცა ჯაზის პატარა საღამო ჩავატარო ამ როიალთან. ამ სივრცეს ყავს ერთი შესანიშნავი მე პატრონი. ძალიან კარგი შემოქმედი. თვითონ უკრავს სხვათა შორის, უარს მეუბნება რომ გამორთეს, მაგრამ მაინც და მეც მგონია რომ ძალიან გაუხარდება ეს იდეა. ეხლა კამერების უკან არის, არ გვჩანს, მაგრამ შევაწყო რომ გაუხარდა და გადაცემის მერე შეგიძლია დაგეგმოთ პირდაპირ. ეს ემოცია წამოიღო ამ ლოკაციიდან. შესაბამისად, აქ როგორც ჯაზის მომღერალს ისე დამინახავ და მომის. ეთანხმები შედგება ჯაზის საღამო. აჰა, კარგი, შევთავაზოთ. ვიცი რა მითხარი? ბენთანაც მუშაობში. ბენდთანაც ძალიან აქტიურად მუშაობდი წლების წინ, თუმცა პანდემიამ ძალიან უკან დაგხვია და სამწუხაროდ შეწყდა ჩვენი თანამშრომლობა, თუმცა ეხლა ნამდვილად ვაპირებ, რომ განვაახლო და თავიდან შევქმნათ რამე ახალი საინტერესო პროგრამა, ესე რომ ვთქვათ და ხშირად არა, მაგრამ იშვიათად კარგი ხარისხის მუსიკა შევთავაზოთ ჩემს მსმენელებს. განსხვავებული პროცესია ბენდთან მუშაობა და ბენდის სოლისტობა. ძალიან განსხვავებული და ძალიან სასიამოვნო, აი მარტო მუშაობა არ მიყვარს. ძალიან დიდი კომფორტია მუსიკოსისთვის, მომღერლისთვის, უпростоრად მუსიკოსებთან ურთიერთობა და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ბენდთან ერთად მემღერა ყველგან, იმიტომ რომ ეს საერთოდ სხვა პროცესია, ძალიან. რადგან რამდენიმე სიტყვა სხვა ვიხმარეთ, ახლა სხვა თემატიკაზე და რელსებზე უნდა გადაგიყვანო. შენ საზოგადოების დიდი ნაწილი გიცნობს როგორც მომღერალს, ძალიან ლამაზ მომღერალს, მაგრამ ჩვენი არხიდან გამომდინარე, რადგან ბევრი ჩვენს არხს უყურებს მრევლი საეკლესიო ნაწილი, გაუკვირდებათ, გაოცდებიან, ბევრს გაუხარდება, როცა მე ვიტყვი შენ ვისი ოჯახის შვილიშვილი ხარ. მოკლედ. ჯერ მინდა კითხო საერთოდ ბავშვობა რამდენად კარგად გახსოვს? აი რა ასაკიდან გახსოვს შენი თავი დაახლოებით? აი დაახლოებით თუ გახსენდება. შენი ბავშვობა გახსოვს? ფრაგმენტულად მახსოვს. არ ვიცი რატო, აი ფსიქოლოგებისთვისაც მიკითხავს რა, აი რატო არის რაღაცები გახსოვს, რაღაცები არა? ისე რა, ხო, ნუ ზოგ ჩემ მეგობარს აი ყველაფერი ახსოვს და ჩემზეც მე ყველაფერი. ხო, ახსოვთ ყველა დეტალი, რასად მithქვია და გამიკეთებია და მე რაღაც ფრაგმენტულად მახსოვს, მაგრამ თუ ბებია და ბაბუა ხო გახსოვს მოკლედ? რა თქმა უნდა. ხო და ახლა მე ვიტყვი შენს ბებიას და ბაბუას. იმიტომ რომ რადგან ჩვენ ვახსენეთ ეკლესია, ჩემი გადაცემის ფორმატით შენც იცი და მაყურებელმოც რომ ითვალისწინებს თუმართან რელიგიაზე საუბარს, იმ ოჯახის შვილიშვილი და წარმომადგენელი ხარ, რომლებიც ძალიან დაკავშირებულები იყვნენ, იმიტომ რომ ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ არიან კიდეც იმ პერიოდის ქართული ეკლესიასთან, როცა იწყებდა პატრიარქობას. ბაბუა ბატონი შოთა, რომელიც კარგად მახსოვს, იყო პატრიარქი დაცუფროსი, ბებია ცირა, ვისახელად ატარებს ავარაუდოდ, იყო ქაშვეთის გამგე და მე რო ქაშვეთში დავიწყე სიარული, მე ქაშვეთში ავიდგი ფეხი, როგორც მრევლმა, კალბატონი ცირა უკვე იქ ხო და მე შოთა გავიცანი, მე საპატრიარქოს დავკავშირდი და მოკლედ ასე შემდეგ. ანუ შენი ბებია და ბაბუა იყვნენ იმ დროიდანვე ეკლესიაში დაკავშირებული. როგორ გახსოვს შენ ბებია და ბაბუა, როგორ გახსენდება ეკლესია, როდის გაიგე ღმერთზე და ეს იყო თუ არა დიდწილად განპირობებული, იმიტომ რომ ცირა შოთა შვილიშვილი ხარ. რა თქმა უნდა, თავისთავად სხვანაირად ვერც მოხდებოდა. ეხლა ვერ დავიყვეხნი და ვერ ვიტყვი იმას, რომ ხშირი აღმსარებელი და აზიარებელი ვარ. რა თქმა უნდა, იმის გამო, აი ამ პირობების გამო, როგორც ვცხოვრობთ, ეს რაღაც რუტინა არ მეამაყება, რა თქმა უნდა, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს კავშირი არ გავწყვიტო და ჩვენ ზოგადად ყველანი მიწიერი ცხოვრებით და მოძრაობებით ვართ დამძიმებულები და დაკავებულები და უნდა ვეცადოთ ყველამ აუცილებლად, რომ აი ეს კავშირი უფალთან არ გავწყვიტოთ არასოდეს და რა თქმა უნდა, ყველა მართლმადიდებლის და ქრისტიანის ვალია და საქმიანობა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვეძიოთ ყოველთვის უფალი და მეც ამ გზაზე ვარ და ვცდილობ, რომ მოკლედ არ გავწყვიტო რა ეს ძაფი და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს ჩემთვის, ყოველთვის გრძნობ უფლის გვერდში დგომას და ყოველთვის
დავრწმუნებული ვარ ესე რომ ვთქვათ მის ყოვლის შემძლეობაში და ყოფილა ეგეთი მომენტები შენ ცხოვრებაში რომ გიგრძნია რომ აი შევთქვი რომ ძალიან და ძალიან დიდი განსაცდელებისგან დავუხსნივარ ესე რომ ვთქვათ და არის ხოლმე შემთხვევები როცა ვთქვათ სულიერად არ ვარ მზად ვთქვათ რომ ვილოცო და იმ მომენტში ვცდილობ რომ მოკლედ არ მივიდე რა ხატებთან ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე როცა ვლოცულობ თქვა სახლში ან ეკლესიაში ვერ ვახერხებ წასვლას იქაც გულწრფელი ვიყო და მზად ვიყო რომ ვეკონტაქტო და ვესაუბრო უფალს და ვიყო გულწრფელი მოკლედ ძალიან ისეთი სენსიტიური თემაა ჩემთვის რა თქმა უნდა ეს განპირობებულია ბებია ბაბუა ბაბუის თანამდებობიდან გამომდინარე ესე რა ვთქვათ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ნუ რამდენი ხანიც მოკლედ ამ ქვეყანაზე ვარ ვუყურებ როგორ ვუყურებდი ესე რა ვთქვათ როგორ ემსახურებოდნენ ეკლესიას და მე არ დამავიწყდება მაგალითად ბაბუო ჩემის აი ბოლო დღეების სანამ გარდაიცვლებოდა ძალიან უჭირდა ჩვენი ცნობა ოჯახის წევრების აღქმა მოკლედ და მახსოვს მე და ჩემმა მამიდაშვილმა ჩუმად ნუ პატარები ვიყავით როგორ ვკითხეთ რომ შოთა ვინ არის პატრიარქი რა არის ეს ანუ ეს გვაინტერესებდა მოკლედ ვინ ახსოვდა და ერთადერთი აი ვიზეც კაფიოდ გაგვცა პასუხი იყო ეს შოკირებული სახე თქვენ როგორ არიცით რა არის და ვინ არის პატრიარქი ჩვენი უწმინდესი ილია მეორე და ნუ დავწმუნდი რომ მართლა ნუ ეს ადამიანი გიждდებოდა უწმინდესზე და აფასებდა ძალიან და ისევე როგორც ბებია იმიტომ რომ მის ოთახში სულ დღემდე უწმინდესის ფოტოები არის მოსახული მოკლედ კედლებზე და ნუ სხვანაირად არც შეიძლებოდა მოკლედ რომ მე ვყოფილიყავი რა თუმცა შეიძლებოდა რომ უკეთესადაც ყოფილიყავი ჩართული მოკლედ ეკლესიურ ცხოვრებაში. გაყავდი ხოლმე? ბაბუა უფრო ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ თქვით რომ პატრიარქთან იყო სოფებია. ქაშვეთში მაქვს გატარებული ბავშვობის ძალიან პერიოდი რა, ანუ აი ფოტოებიდან მახსოვს კალიასკაში როგორ ვიყავი. ქაშვეთში. ხო, ეტლში. ეტლში კი ბატონო. ეზოში და აი ფოტოებიდან გამომდინარე მე აღვიდგენ ხოლმე იმ პერიოდს ну ძალიან ლამაზი და საინტერესო დღეები მაქვს ქაშვეთში გატარებული მოკლედ რა. ბებიას დავყავდი უფრო, ხო, შოთა ვერ ახერხებ. შოთანო თავის საქმე ყო. ისე ქალბატონი ცირასი არა მხოლოდ სახელი გაქვს. მე მგონი ასევე გავხარ იმით რომ ცირაც მოწესრიგებული და სულ ესე იგი სულ ფორმაში იყო, სულ. მე კარგად მაქვს ხო გეუბნები, იმიტომ ქაშვეთში დავდიოდი, ახლა დავდივარ, მაგრამ მაშინ უფრო ხშირად ვიყავი, სტუდენტი რო ვიყავი და ну ცირა იყო სულ აქტიურად და მახსოვს ყოველ გიორგობას როცა პატრიარქი ფიზიკური კარგად იყო მოდიოდა გიორგობას ქაშვეთში და ნუ დახვედრის პროცესი და ნუ ცირა იყო ამის თავი ყველაფრის და მოკლედ კარგად მახსოვს ბატონი ჩოთა კალბატონი ცირა მე როცა შენ გამოჩდი ეკრანებზე და რო ითქვა რომ ეს ვაი ცირა შვილიშვილიო ნუ ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა იცი რა შენ მე მითხარი რომ მამიდასო რაღაც საინტერესო ამბები აქვს და კი მამიდა ისტორიკოსია და უფრო მე აგერძის ფონად იმიტომ რომ რაღაც ვიცი რომ აქედან ერთად მიდიხართ ხო და ხო დავარღვევ ჩემი გადაცემის ფორმატი და თუთლი რაღაც ძალიან საინტერესო მამიდა თუ არ იქნება წინააღმდეგი რამეს მე აი ძალიან მიყვარს შეიძლება ეხა პირველად იგებს ჩემგან ამ სიტყვებს აი ბავშვობიდან ძალიან საინტერესო თხრობა აქვს მამიდა ჩემს და მამიდა წინააღმდეგ ხო არ იქნებით რომ შემოგვიერთო შეიძლება ეხა ვარღვევ ფორმატს ვარღვევ პირობასაც გამზაგეთ გამთ ეხლა აქ და ექსპერიმენტად აი შემოგვიერთით თუ შეიძლება პირველ რიგში მადლობა თანხმდებით ექსპრომზე იმიტომ რომ ვიცი რომ აქედან ერთად მიდიხარ და აქ შევხვდით თქვენ რომ მე გადაცემს მე წასულიყავით მაგრამ მანამდე მითხრა რაღაცი რა მომიყვა და რო დავფიქრდი ახლა შვილიშვილებს თუ ყვება თლა თქვენ უფრო იმ პერიოდში ძალიან ბავშვობიდან მიყვარს მამიდას მოყოლილი ამბები ჩემის მოყოლილი ისტორიები და მე ვფიქრობ რომ მაყურებელსაც ძალიან ესიამოვნება რომ უფრო ცლად მოგვიყვეს აბა რა გახსენდებათ პირველი როცა ჩვენ ვიტყვით პატრიარქს როცა ვიტყვით პირველი ეკლესიას სარწმუნოებას რა გახსენდება როდიდან და რა არის თქვენთვის გამორჩეული
ჩვენი ოჯახი თვითონ ძალიან ეს რელიგიური ოჯახი იყო ყოველთვის. კი ბატონო. იმ დროს როცა მაშინ ესე არ იყო. იმიტომ რომ თვითონ მამას პაპა იყო სასულიერო. კი, სასულიერო პერი იყო, ეს დაემთხვა მე-20 საუკუნის ეს 20-იანი 30-იანი წლები რო იყო და მან საკმაოდ დიდი რეპრესიებიც გაიარა სხვათა შორის და რაღაცა, იმიტომ რომ მახსოვს რომ როცა ბები ეყვებოდა ხოლმე და რაღაცა ეს ხო? ან თავის მამამთილზე ასე თქვა და რაღაცა ეს აი გამიგური დიდად განიცადა ამ კაცმა ეს ამბები და რაღაცა. ამიტომ იცი აი ეთყობა მამასაც ეს ყოველთვის იყო ოჯახში აი ეს გარემო და რაღაცა. ხა ჩვენ ბავშვობასაც თუ გავიხსენებ და რაღაცა დედას ჩვენ ძალიან ხშირად დავყავდით ხოლმე ეკლესიაში. ხა ჩვენ მაშინ ძირითადად დიდუბის ეკლესიაში დავდიოდით, მე იქა ვარ თვითონ მონათლული. და ესეთი სასიამოვნო გარემოში ვიზრდებოდით და თვითონ ისა. მე როცა ეს პერიოდი უკვე დაიწყო ეს აი როცა პატრიარქი მოვიდა და რაღაცა, ჩვენ გავხდით ყველანი ასე ვთქვათ სიონის როლიკი ის. მაშინ ეს იყო სიონთან გაერთიანდა ყველა. და საერთოდ აი ჩვენი ოჯახის გადმოსვლაც ასე ვთქვათ აი ამ საერემი და სასულიეროში ისეთნაირად მოხდა რომ მაშინ სიონში დავდიოდით ჩვენ სამი ოჯახი ასე ვთქვათ აი რომელიც სრულად დავდიოდით ოჯახი ხოლმე. ესენი ვიყავით ჩვენ კობიაშვილი რომელიც ახლა მოხევეები ვიყავით ეთყობა ამ გარემოაც მოხევეა და შინაური პატრიარქი იყო. დიახ აი ამანაც ეთყობა ძალიან განაპირობა ეს ამბავი. იყვნენ სიხარულიძეების ოჯახი. მამარევაზი და დედაოსი და ეს ხა მამაელისი კი რომლებიც ასევე თავიდან გვერდში დაუდგენ მამაელისი პირველი სტიქაროსანი ერთ-ერთი. კი ბატონო და ხაჭაპურიძეების ოჯახი იყო ასეთი და რაღაცა. ამიტომ იცი აი ჩვენი სიარული თვითონ ამ ეკლესიაში და რაღაცა და მით უმეტეს ეს აი პატები იყო რომ იტყვიან და რაღაცა რაზეა ლაპარაკი და რაღაც ხო რა ვიცი აი ბევრი რაღაცის გახსენება შეიძლება მე ეს ძალიან სპონტანურად მოხდა სხვათა შორის აი მამაც ახლა მუშაობდა რედაქციაში მუშაობდა აი როგორ მოხდა მამას დაკავშირება შენ ჯერ სხვათა შორის დედას დაკავშირება მოხდა ჯერ დედა იყო და მე მამა კი ბატონო და ის კი არა აი მამას უკვე და კიდევაც ხო აი ეკლესიაში ხა სამუშო შეიძლება იარო მაგრამ ახლა სამუშაოდ ეკლესია ხო ცოტა მაინც უცნაურად ჟღერდა ხო უცნაურად ჟღერდა და აი საოცარი ის კი ვიცოდი რომ ჯერ თავდადე ისე იყო და მე შოთა და სხვათა დედას ვეუბნებოდა გავადრო და შენც მოხვალ იქ ზუსტად აი აუხდა რომ იტყვიან მამას მე ისეთი რა მახსოვს მე ვოცა დავიწყე უკვე საპატრიარქოში ბატონ შოთა უკვე ასაკში იყო და უკვე ახალგაზრდა დაწესებულებიც იყვნენ მაგრამ ყოველდღიურად მოდიოდა როგორც წესი და ასე შემდეგ და მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად აღარ შეიძლება ახალგაზრდა დაწესებულები იყვნენ სულაც ოდნოდა ვინ მოვიდა ვინ წავიდა სად გადიხართ მაინც ის კონტროლი ძველი ჩართული ქონდა კი ძალიან ისე კი აი არ ვიცი მამას შემიძლია რომ გავიხსენო როგორც ძალიან თბილი ადამიანი პირველი კი მეც იგივე შემიძლია ვთქვა ძალიან ისეთი მოსიყვარული აი არ მახსოვს მე რომ როდისმე აი ვინმეზე ან ცუდი ეთქვა რაღაცა ეს ალბათ ახლა ბუნებრივიც არის ხანაერთ ახლა ეკლესიურ გარემოში ვერც იქნები ადამიანი და რაღაცა ბუნებრივია და ისე აი მე ხოგენე ძალიან ბევრი რაღაც გახსენება შემიძლია აი ძალიან ისე მათ მახსოვს აი ახლა ხანს იყო ეს 9 აპრილი და შემიძლია ხო ეს პერიოდი გავიხსენო და რაღაცა იმიტომ რომ მამა რომ მოვიდა გამთენია იყო და აი ყველა ველოდებოდით ამ სიტუაციას და რაღაც და ისე კარგად მახსოვს რომ გავაღე კარები მე გავუყე მამას და რაღაც აი მიყნობილი მხრით კარების იმაზე და აი როგორ ტიროდა მე მამაჩემ პირველად ვნახე რომ მას აი მას თვალზე ცრემლი რო იტყვენ და რაღაცა თქვა რომ აი ეს რა გააკეთეს რომ აი როგორ დახოცეს და აი გაიმეტეს ეს ხალხი და რაღაცა ძალიან ისეთი ტრაგიკული იყო ალბათ რამდენი ისტორია იცით რამდენი მოუყოლია რამდენი ერთი მთელი მემოტია ფოტოებით მე მემანახეთ ახლა აქ ვერ გააქვთ ახლა აქ კი როგორ არის იმაქვს მე მემანახეთ იმიტომ რომ შეიძლება როცა მოიწრო იმიტომ რომ ბევრ რამეზე მინდა ლაპარაკი მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი არ ითვალისწინეს მადლობა ცირას და მადლობა თქვენ რომ შემოგვიერთით და რა ვიცი დიდი ცირას ცნობადობას ეკლესიაში ახალგაზრდა ცირა აგრძელებს უკვე საზოგადო ცნობადობას და ძარცმუნებულია რომ ბებე და ბაბო ძალიან ხარობენ ამით კი ამაყობენ ცირას ძალიან უხაროდა ხოლმე მე იქაც უხარია დარწმუნებთან მის სახელი ქვია და ორმაგად გავუხარდები მადლობას გიხდით ძალიან დიდი მადლობა თქვენ განსაკუთრებული მადლობა იმიტომ რომ დაუგეგმავი ჩართვა იყო და ძალიან კარგი და შეავსო ცირას დაწყებული და წარმატებები სცენაზე და წარმატებები ასევე თქვენ ამ აღმოჩენებს აპირებ და აქ რომ გექნება საღამოდ ამპატიჟეთ აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან ესეთი კომფორტული გარემოა რაღაც და მოუხდება ისეთ ჯაზი მოუხდება მადლობა დიდი მადლობა ნახვამდის და ჩაისმა გავიგზავნოთ ჩვენ მადლობა მადლობა თქვენ ის უხილავი კავშირი რაც არსებობს მუდამ გრძნობა ყოველთვის გრძნობა ახლავს გრძნობა